ახლა კი დღის სხვა მთავარი თემები. Ცრუ ექსპერტიც, სრულ გამომძიებელით ჩამოაშორეთ საქმეს, ვითხოვთ სამართლიანობას. ამ ლოზუნგებით 6 ივნის ხელვაჩაურის გზაზე მომხდარი ავარიის დროს წინასწარ პატიმრობაში მყოფი ერთ-ერთი მძღოლის გურამ გორგაძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ გამომძიებელს და მისი საქმიდან ჩამოშორებას მოითხოვენ. ოჯახის წევრებისა და სტუდენტების თქმით გამოძიება ობიექტურად არ მიმდინარეობს. ოჯახის წევრები და სტუდენტები აცხადებენ, რომ გურამ გორგილაძე უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებითა და გამომძიებლის საქმიდან ჩამოშორების მოთხოვნით აქციის მონაწილეებმა დღეს აჭარის მთავარ პროკურორსაც მიმართეს. შოთა ტყეშელაშვილი მათ გამომძიებლის საქმიდან აცილებას, ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებასა და საქმის პირად კონტროლზე აყვანას პირდება. მოვითხოვ ხელახლა მოხდეს გამოძიება, მთელ საქართველოს დედებს მოუწოდებ, მთელ ახალგაზრდობას მოუწოდებ, ჩემ გვერდით დადგენ, მთავრობას მოუწოდებთ. ისევ ხელახლა აღსდგეს მოსამართლეს დაკითხვა და ეს საქმე უნდა დასრულდეს კანონიერად. უნდობლობას უცხადებთ გამომძიებელს გურამ სალუკვაძეს ვინაიდან და რადგანაც გამოძიება იყო სულ სხვა მიმართულებით წასული. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივაღწიეთ იმას, რომ ბატონ პროკურორმა, ბატონ შოთა ტყეშელაშვილმა პირად კონტროლზე აიყვანა ეს საქმე. მეორე, აუცილებლად მოხდება მისი მხრიდან კომისიური წესით საქმის გამოკვლევა და მესამე მოთხოვნა გურამ სალუკვაძის საქმესთან დაკავშირებით გურამ სალუკვაძე იქნეს საქმედან ჩამოშორებული. ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორმა უშუალოდ კონტროლზე აიყვანა აღნიშნული საქმე. სტუდენტ ახალგაზრდობას ჰქონდათ მოთხოვნა, რომ გამოძიებას ჩამოეშორებინათ გამომძიებელი გურამ სალუკვაძე. შეგვიძლია ჩვენ რომ ჩაერთვება სხვა გამომძიებლები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე შევთანხმდით იმაზე, რომ დაინიშნება ალტერნატიული ექსპერტიზა დაცვის მოთხოვნით, ჩვენ თვითონ ჩავატარებთ ექსპერტიზას. თუ საჭირო დარჩება, ალბათ კომპლექსური ექსპერტიზასაც ჩავატარებთ.